საბაგირო გზის რეაბილიტაცია იწყება დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ფრანგულ კომპანიასთან, რომელიც 30 მილიონს დახარჯავს. მანამდე კი ჭიათურლებს არც თუ უსაფრთხო ტრანსპორტით უწევთ გადაადგილებას, საბაგირო აქ 50 წელია არ განახლებულა. ეხლა ზარი მივეცით, ანიშნებ ხელით რომ გამიშვას, უკვე გზავრები ყავს საყვანელი, სავსეა ვაგონი 14 ადამიანი და გავდივარ. ეს ათასობით ჭიათურელის გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა, თუმცა არც თუ ისე უსაფრთხო. 50 წელზე მეტია საბაგირო არ განახლებულა. შესაძლებელია როგორც სამგზავრო ვაგონები, ასევე ყველა სხვა ტექნიკური ნაწილი. 2,5 კილომეტრის საბაგირო გზა ერთმანეთს ჭიათურის ცენტრსა და ქალაქის გარეუბნებს აკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ ძველია ჩვენ მაინც მეტი გამოსავალი არ არის, იმიტომ რომ მე აქ ტრანსპორტის სხვა უკვე ზამთარშია. მაგრამ ხო ვეღარ ამოდის. საბაგირო და უსილებელია, იმიტომ რომ მეტი საშუალება არ არის ჩვენთან ეს რაღაცა ქვია. ტრანსპორტი განახლება საჭიროებს იმედო რომ 67 წლის შემდეგ რაც ეს გზა კონკრეტულად გაიშვა მის შემდეგ განახლებით არ განახლებულია უკუპრატებული რაღაც რემონტები, კაპიტალური რემონტები, მაგრამ ბოლო 25 წელია რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა მის მერე არც განახლება, არც კაპიტალური რემონტი აგერ ხედავთ როგორ არის მოსვალი თვითონ შენობებიც მანქანა დაანგრევი მოძველებული, აუტიზებულია და შესაბამისად უკვე სასწრაფოდ საჭიროებს განახლებას. უსაფრთხო მგზავრობა ჯერ მხოლოდ ოცნებაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა პანსიონის მოსწავლეების და პედაგოგებისთვისაც. სკოლამდე მისვლა მათაც მოძველებული საბაგიროთი უწევთ. სკოლა ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს, ტერიტორიულად არის ქალაქიდან მოშორებული და ძირითადად ჩვენი ტრანსპორტი არის ეს საბაგირო გზა, რითაც გადავადგილდებით ხოლმე. ჭიათურის საბაგიროს რეაბილიტაციის აუცილებლობაზე საუბრობენ ექსპერტები. საერთოდ საბაგირო გზები ესეთ ქალაქში როგორც ჭიათურა გადადის დასახლებული პუნქტის თავზე და იქ თუ მოხდა რაიმე უბედურება დაზარალდება არა მარტო ვთქვათ ვაგონში მცდომი მოქალაქეები, არამედ მის ქვეშ ცხოვრები მოსახლეობა. ჭიათურაში საბაგირო გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები წლის ბოლომდე დაიწყება. ხელშეკრულებას ხელი დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა და ფრანგული კომპანია პომაგალსკის ვიცე-პრეზიდენტმა მოაწერეს. საბაგიროს რეაბილიტაცია 30 მილიონი ლარი ჯდება და თანხას ფრანგული მხარე გაიღებს. საფრანგეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შეუძლებს ჭიათურის ცენტრი გაუკავშიროთ უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად 4 გარეუბანს, ქალაქის 4 გარეუბანს. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ როგორც მშენებლობის პროცესში, ისე ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ საბაგიროსი ადგილობრივი მოსახლეობა იქნება დასაქმებული. დღეს ძალიან მნიშვნელოვან კონტრაქტს მოვაწერეთ ხელი. ჭიათურის 4 უბნის შეერთება ჩვენთვის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა. დღეიდან ჩვენი მიზანია წავიწიოთ ციის სწრაფად და 2016 წელს გაიშვას 4 ახალი საბაგირო ხაზი ჭიათურაში. რეაბილიტაცია მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 4 საბაგიროს ჩაუტარდება. მოსახლეობის თქმით განახლებას საჭიროებს კომპანია ჯორჯიან მანგანეზის საკუთრებაში არსებული საბაგირო გზებიც, რომლითაც მაღაროელების გარდა ადგილობრივი მოსახლეობაც სარგებლობს.